1000 ინოვაციის კონკურსის 2024 წლის გამარჯვებულები უკვე ცნობილია. გამარჯვებული ახალგაზრდების გუნდი კი NASA-ში გაემგზავრება ახალგაზრდებმა გამოიგონეს ზღვის ნავთობისგან გამწმენდი უპილოტო ნავი. უფრო მეტ სტუმრებისგან შევიტყობთ. შემოგვერთებიან გუნდის მენტორი უტაკილა სონია, გუნდის წევრები ჩვენთან სტუდიაში გახლავთ და ჩართვის სახით კიდევ ჩაგვერთვებიან პირდაპირ ეთერში სხვა გუნდის წევრები. სენაკის წმინდა ალექსი შუშანია სახელობის მართლმადიდებლური სკოლა გიმნაზიის მოსწავლე ელენე ქაჩიბაია და ქუთაისის 51 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც STEM განათლებას იღებენ ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესის STEM აკადემიაში, ლუკა ფორჩხიძე და ზვიად ფრუიძე და ანა სალდაძე და ბატონი უტაკილასონია, როგორც გითხარით, ჩაგვერთვებიან გადაცემის მსვლელობისას. დილამშვიდობის მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის, ძალიან მახარებს ყოველივე ეს რაც ესე იგი მოხდა. გილოცავთ რა თქმა უნდა პირველ რიგში ამ გამარჯვებას და ლუკა დავიწყოთ მოდით ემოციებზე საუბარი. როგორი არის თქვენი გაწყობა, თქვენი ემოციები, ელოდით თუ არა გამარჯვებას? NASA-ში წახვალთ ესე იგი ჩვენთან. მანამდე ჩვენ მოგვიყევით. მადლობას გიხდით მოწვევისთვის. ნამდვილად ემოციურად დატვირთული კვირა გამოვიდა. ჯერ კიდევ ნამდვილად რთულად დასაჯერებელია რომ ასეთ მასშტაბური კონკურსში მოვიპოვეთ გამარჯვება და კიდევ უფრო დასაჯერებელია რომ ზაფხულში NASA-ს კოსმოსურ ცენტრში გავიმგზავრებით და მივიღებთ ამ დაუწყარ გამოცდილებას. რაც შეეხება მოლოდინებს, ნამდვილად ქონდა მოლოდინი და ამბიციაც რომ გამხდარიყავით გამარჯვებული, თუმცა იმის გათვალისწინებით რომ ფინალში არიან დარჩნენ ძალიან კონკურენტუნარიანი და პროგრესული ახალგაზრდები და გუნდები საკუთარი გამოგონებებით, რთული იყო მაინც წინასწარ განსაზღვრა თუ ვინ იქნებოდა გამარჯვებული. მზადების პროცესიც თვითონ კონკურსისთვის დაახლოებით 7-8 წლის განმავლობაში ვემზადებოდით, თუმცა განსაკუთრებით მაინც ბოლო კვირის განმავლობაში უფრო მენტალურად, ემოციურად და როგორც ხედავთ, შედეგსაც მივაღწიეთ. შედეგს მივაღწიეთ, შესანიშნავს, აი რა განაპირობა საინტერესოა, აი ყოველს მინდა გითხოთ, ეს კითხვა თქვენი დავიწყოთ, რომ მოვდებული იყო, დაუჯერებელი იყო, მეტყვი ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსია, აი გამარჯვება რა განაპირობა და რა იყო ძირითადი მოთხოვნები კრიტერიუმი, რაც მიექცა ყურადღება თქვენი აზრით? ძირითადად მაინც ვფიქრობ, რომ ყურადღება მიექცა კუთხს, აი განხრას მაინც რა განხრას წავედით, ეს იყო ეკოლოგია, განსაკუთრებით უფრო მასშტაბური პრობლემა შევეხეთ. როგორც მოგეხსენებათ, სამხრეთ კაროლინაში მოხდა ნავთობის ჩაღვრა, რომელიც მოგეხსენებათ, რომ უდიდესი ეკოლოგიური პრობლემაა, შესაბამისად დავიწყეთ კვლევები და ძიება, რომ ეს პრობლემა აღმოგვეფრა და დავიწყეთ ინოვაციური გზების მოძიება. და გვინდოდა რომ დღეს უკვე არსებული არაეფექტური და ასე ვთქვათ ცუდი მეთოდები, რომელთაც წმენდნენ ნავთობს, აღმოგვეფრა და უფრო შეგვექნა უფრო ეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა და რაც თავარია ადამიანისგან დამოუკიდებელი ინოვაციური სისტემა. და ამას გაამართლა თა როგორ? დიახ, ელენე, მოდით ვისაუბროთ კონკრეტულად უფრო ვრცლად ამ გამოგონების შესახებ, რა გამოიგონეთ და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თქვენი სკოლიდან უკვე მეოთხე მოსწავლე იღებს მონაწილეობას ამ პროექტში, გაემგზავრა კიდევაც NASA-ში და საინტერესო არის თვითონ ამ გამოგონების შესახებ უფრო მეტი დეტალი რომ მოვისმინოთ თქვენგან. სენაკის სკოლა ერთიანად გამოგონებლებს. დიახ. დიახ, შევქმნით წყლის ნავთობის გამწმენდი ავტომატიზირებული ნავი, რომელიც ადამიანის ჩართულობის გარეშე ავტომატურად ასუფთავებს ზღვებს, ტბებს, ოკეანეებს, ნებისმიერ დაბინძურებულ ნავთობისგან დაბინძურებულ ადგილს. ამ ნავის გამოგონება ჩვენთვის ძალიან დიდ შრომას მოითხოვდა და ძალიან დიდი მადლობა რომ დაფასდა ეს შრომა შესაბამისადაც. რამდენი ხანი მუშაობდით? აი რამდენი ხანი ამ პროექტზე ეს მუშაობას დაჭირდა 7-8 თვე, როდესაც უკვე 1000 ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა. შესაბამისად იმ დღიდანვე დავიწყეთ ამ პროექტის დახვეწაზე მუშაობა, შესაბამის რესურსების მოძიება და როგორცაც ძალიან წარმატებით ჩაიარა ყველაფერმა და მოლოდინებით გამართლდა. უფრო სწორად მაინც დეტალებში ზვიადსაც შეუძლია საუბარი თვითონ როგორ მუშაობს ნავი. ძალიან საინტერესო, სწორედ ამას ვაპირებდით ზვიადთანაც და მოგვიყევით აი დეტალურად გამგვიმართოთ, ეხლა შეიძლება ჩვენს დეტალურად გაუგებარი იყოს თლათ, მაგრამ შეეცადეთ რომ ნათელი მოვფინოთ ჩვენთან. რატომ დაინტერესდით ამ პროექტით ზოგადად და საერთოდ ანუ როგორ მოხდა ამ ყველაფრის ჩამოყალიბება პროექტის სახით? ლურა მახსენა კაროლინაში სუსტად პროექტის ვადების პერიოდში მოხდა ჩაღვრა, სწორედ ამ თემად დავწყვეტეთ.
რომ აქტუალური პრობლემაც იყო, რადაჭასაც საჭიროებდა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ აღმოგვეფრა ეს პრობლემა ჩვენი ძალებით, ჩვენი ცოდნითა და გამოცდილებით. ჩვენ შევქმნით უპილოტო ნავი, რომელსაც შეუძლია შევიდეთ ნავთობით დაბინძურებულ ზონებში, დაიწყოს ფილტრაცია, რანაც ალტეროს წყალი და ნავთობი ერთმანეთისაგან და ნავთობი უსაფრთხოდ დააბრუნოს ხმელეთზე. რაც შეეხება მუშაობის პრინციპებს, როდესაც მოხდება ჩაღვრა ნავთობი ავტოპილოტის საშუალებით მიდის დანიშნულების წერტილზე. ამავდროულად ნავის ქვემოდან არის მაღალი გარჩევადობის კამერა, რომელიც უყურებს წყლის ზედაპირს და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ალგორითმი სწავლობს თვითონ ამოღებულ ფოტოსურათებს და როდესაც აღმოაჩენს, რომ წყალი დაბინძურებულია, იწყება ფილტრაციის პროცესი. ნავთობით დაბინძურებული წყალი შედის ფილტრაციის სისტემაში, სუფთა წყალი, დაფილტრული წყალი უბრუნდება ისევ ოკეანეს, ხოლო ნავთობის ნარჩენები რჩება ფილტრაციის სათავსოში. რაღაცა რამდენიმე რაკრული ციკლის შემდეგ გაივსება ფილტრაციის სისტემა და ჩვენი ლაზერული სისტემა შეატყობინებს მიკროპროცესორს, რომ დაბრუნების დროა დაიწყებს ნავი დაბრუნებას და ხმელეთსაი როგორც ხედავთ არის მიმღები პუნქტი, რომელსაც ავტომატურად შეუერთდება და შეკრავს ჰერმეტულ წრეც, შეიკრავს ელექტრომაგნიტს და დაიწყებს დატენოს და ამავდროულად დაცლის ნავთობს. როდესაც დაიტენება და დაცლის ნავთობს, ისე უბრუნდება დაბინძურებულ ზონებს დაფილტრისათვის. სანამ არ გამოწმინდებს იქაურობას, ხო? ხა ტესტმა როგორ ჩაიარა, ჩვენ ხედავთ ახლა რომ მშვენივრად აი ამ ტესტში ტესტავთ თვითონ ავტოპილოტის სისტემას, კოორდინატზე მისვლის პროცესს, რომ მუშაობს და მშვენივრად მუშაობდა. ჩვენი ნავი. მოდი ჩარტოზეც გადავიდეთ. ანა სალდაძე ჩაგურთვება ახლა პირდაპირ ეთერში. დილამშვიდობის ანა. ბატონეთაც კადრშია. დილამშვიდობის. თქვენ მადლობა ჩართვისთვის, მოგესალმებით ორივეს, ბატონეთაც კადრშია, მაგრამ ანასთან გადავიდეთ. ანა, ჩვენთან სტუმრობის ოდეში საუბრობენ ამ იდეაზე, პროცესზე, როგორ შეიქმნა. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია მართლაც და ძალიან სასიხარულო ეს მთელი ქვეყნის გამარჯვებაა და მოლოდინები როგორი იყო პროცესი და რას მოგცემს ეს ყველას. თქვენ ცხადია პირველ რიგში და ზოგადად ჩვენ ქვეყანა და ჩვენს ახალგაზრდობას. ჩვენი პროექტის ინოვაციურობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დიდი მოლოდინები ჰქონდა, მაგრამ გამარჯვება მაინც განსაკუთრებული ემოციები და აღფრთოვანება გამოიწვია, განსაკუთრებით ჩემთვის, როდესაც ასე შევიდა მოყურებდი ამ ყველაფერს. გამარჯვება მოხდა უდიდესი მოტივაცია, რომ მომავალშიც გავახსენებმა მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად. იმიტომ რომ ნამდვილად მნიშვნელოვანი არის ასეთი ინოვაციური პროექტები, რომ გადაიჭრას ისეთი გლობალური პრობლემები მსოფლიოში, რომელიც დაკავშირებული არის ეკოლოგიასთან. და ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდ კედელს მიტანს ეკოლოგიას, ეკონომიკას და ასევე სხვა სფეროებს. ანა, როგორ ჩამოყალიბდა ზოგადად გუნდი და როგორ იყო მენტორთან მუშაობა? ჩვენ გუნდი გაერთიანდა იმის მით, რომ შეგვექმნა ინოვაციური პროექტი, რომელიც გადაჭრიდა გლობალურ პრობლემას. გუნდის წევრებს მოგვეჭირა მსგავსი ინტერესი STEM მიმართულებით შესაბამისად შექმნის გუნდი პროგრამის მენტორის მხარდაჭერა ყოველთვის მუშაობის პროცესში. ეს ბალონოდასაც მინდა ვკითხო, მენტორია, უამრავი პროექტის ხელმძღვანელია ბავშვებთან ერთად და ძალიან ბევრი წარმატება, ესე იგი, მოუტანა მათმა საერთო მუშაობამ. რას გეტყვით ამჯერად ამ პროექტზე და როგორ მოვიდნენ შედეგამდე ახალგაზრდები, იმიტომ რომ ერთია იდეა, ერთია სურვილი, მაგრამ რაღაც ჭირდება სხვა, იმიტომ რომ ბევრი შეიძლება იდეა გავუხდეს, მაგრამ ეს კალაპოტი, ეს გზა რომ წარმატებას მიაღწევენ, ამას კიდე სხვა ნიჭიერ მუშაობა ჭირდება. აი, რას გეტყვით ამაზე? მოგესალმებით მაყურებელს. ძალიან საინტერესო იყო ეს პროცესი, ახლა მოსწავლეების ეს შეფასება როგორ მოვიდნენ ამ პროცესამდე, ნამდვილად ეს არ არის ეჯერადი პროცესი, როცა ასეთ მასშტაბურ პროექტებზე ვიწყებთ მუშაობას, ამ პირველ რიგში ამას წინარე პროცესებია თავისი, რომელიც არის სწავლა, ანუ ეს საწყებო მუშაობა, რაც გამოვიდა ბავშვებმა ყურადღება წინარე შუშანეს სახელმწიფო საერთაშორისო სკოლა გიმნაზიის STEM აკადემია და ცნობილი ეს არაერთი პროექტი ყოფილა გამარჯვებული, ასევე
პარლამენტური პროგრესის აკადემია, რომელზეც ისაუბრეს აქ არის შექმნილი სწორედ ის გარემო, რომელიც აძლევს მოსწავლეებს მიიღონ სკოლის განათლება, შექმნან ისეთი მცირე ჯერ სასწავლო პროექტები და შემდეგ უკვე იფიქრონ ისეთ ინოვაციურ პროდუქტებზე, რომელთაც ისინი გახდნენ გამარჯვებულები და აქვე მინდა დავამატო, რომ ლაბორატორიის თემა, რის საფუძვლია ეს სკოლები, ეს არის ბადო-დავითო სკოლის ლაბორატორიები, რომელსაც აქტიურად ვიყენებდა არაერთხელ აღნიშნავს მე საკითხი, რომ ეს არის სკოლის ლაბორატორიები, რომელიც იძლევა სტენდარტებას, რომ შეხედო ისეთ პროცესებს, რომლის დანახვა ფიზიკურად არ არის შესაძლებელი და სწორედ აქედან მიდიხარ მე უკვე სიღრმეებში ვხედები და ჩვენი სწავლების მეთოდი არ არის ზედაპირული. სწორედ ეს განაპირობებს, იმიტომ რომ წელს კონკურსზე პირველი და მეოთხე მფლობელები სწორედ ჩვენი მენტორობის ქვეშ არსებული გუნდები იყვნენ და ასევე საფრანგეთის ჩეული გუნდიც იყო ჩვენი გუნდიც. ბატონო, STEM განათლების მნიშვნელობაზე რომ ვისაუბროთ, რატომ არის მნიშვნელოვანი STEM განათლება ბავშვებისთვის? ბატონო, ეს განათლება უნიშნულოვანია, იმიტომ რომ ეს აძლევს შესაძლებლობას თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზების, ანუ STEM-ს ქვეშ ამოეძება მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა. სწორედ ამ სამების სწავლება არ არის განყენებულად, ანუ ხდება ამ სამების ინტეგრირება, ანუ გამოყენების დონეზე და უკვე ამ გამოყენების შედეგად მიდიხარ იმ პრობლემულ პროდუქტამდე, ანუ პროდუქტის შექმნამდე. მართალია ეს თუნდაც ეს პროექტი და ასე შემდეგ კიდევ ბევრ შრომას საჭიროებს იმისთვის, რომ უკვე საწარმოოსახები იყოს, მაგრამ თავი არის ის, რომ ამათ შეძლეს ფიქრი, ანუ ცოდნის საფუძველზე ამ ცოდნის პრაქტიკული რეალიზება და შექმნეს მუშა პროტოტიპი, იმიტომ რომ ჩვენი პროექტები ყოველთვის გამოჩენილია იმით, რომ ყველა პროტოტიპი და თქვენ ნახეთ ვიდეოპოლის, ყველა პროტოტიპი არის აბსოლუტურად მუშა მდგომარეობაში, საქმეს აკეთებს იმ კონკრეტულ ბიზნესკენ არის მიმართული და ესე ვაგრძელებ და სწორედ ეს არის წარმატების ფორმულა და კიდევ ერთი რაც მინდა დავამატო, ჩემთან გუნდის მენტორი არის ხალხური მარია ხაზანაშვილი და ბატონ ჩამოშელი, ანუ ჩვენ ადამიანები, რომლებიც დაახლოებას უწევთ, იმიტომ რომ მარტო მე ვერ შეძლებ, ამ ჩვენი გუნდი აქტიურად უწევს ხალხაჭერას მოსწავლეებს მსგავსი ინიციატივების და პროექტების განხორციელებაში. დიდი მადლობა ჩართვისთვის, დიდი მადლობა იმისათვის, რომ ასე დიდ საქმეს ემსახურებით. დავბრუნდეთ ისევ სტუდიაში ჩვენ სტუმრებთან ერთად. ელენე მოგბართავთ კითხვით, ზოგადად ან რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ სკოლაში ამ განათლებას ეუფლები და რამდენად მნიშვნელოვანი არის ის, რომ სკოლას აქვს ესე ტექნიკური ბაზა, აღჭურვილობა და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, თავისთავად ამ წარმატებაში გეხმარება. აქვე ვთქვათ, რომ სკოლის დირექტორი ზანდეა მეუფეშია, რომელიც ვიდით, რომ ძალიან ბევრს ცდილობს რექტორი და ძალიან ბევრს ცდილობს, რომ ესე იგი ყველა პირობა შეიქმნას მოსწავლეებს, ახალგაზრდებს წარმატებისთვის და ამ შედეგებში წლებია ვხედავთ. დიახ, ეს სკოლების STEM აკადემიები, რომლებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის განვითარებაში და აღზრდაში. ჩვენ სკოლაშიც დაწყებითი კლასებიდან ისწავლება STEM-ი, ბავშვი ეცნობა და შემდეგ უკვე დასულასაკამდე ანვითარებს, გააცნობიერებს თუ რა უნდა და ზუსტად არჩევს პროფესიასაც. ამის მნიშვნელობით მეც ძალიან დამეხმარა STEM-ის კურსები, ასევე სკოლაშიც, როდესაც სკოლა აღჭურვილი არის სრული რესურსებით, გვაძლევს სამუშაო გარემოს, ყველაფერს, რასაც ბავშვს ჭირდება თავისი იდეების რეალობად ქცევაში. ძალიან დიდი მადლობა მინდა ეთერით ვისარგებლოთ და მოუხადოთ ჩვენ სკოლას, წმინდა ალექსის შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა გიმნაზიას, რომლებიც ძალიან დიდ რესურსს დებდნენ ჩვენში და მთავარი არის მონდომება და მონდომი შედეგის სახეზეა, რა შევა ძალიან ბევრი ახალგაზრდის იქნებით мотивация ხა თქვენ დარწმუნებული. დიახ, ლუკას დაზვიაც მიმართავ რა შეეხება თქვენ სკოლებს, რამდენად მნიშვნელოვანი არის თქვენთვის მათი მხარდაჭერა და ზოგადად STEM განათლება. რა თქმა უნდა, სკოლა დიდ როლს თამაშობს ბავშვებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა
მოსწავლეს რესურსი არ აქვს ასეთ მასშტაბურ კვლევებზე ქონდეს უდომა, ამიტომ აუცილებელია სკოლის დახმარება, მათი მონიტორინგი ასე ვთქვათ და საჭირო არის რომ ბავშვი მისცეს მიმართულება და სწორი კვლევის ჩატარების შესაძლებლობა, რომ მივიდეს სწორ დასკვნამდე და დაუშვათ არასდეს გზას. დიახ, ზუსტად თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს STEM განათლებას და კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს, როდის მიემგზავრებით. STEM განათლებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ზოგადად ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენ ვსწავლობთ პროფილურ სკოლაში, ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში, ვსწავლობთ თეორიულად მასალას, თუმცა ჭირდებოდა პრაქტიკულად ამ ყოველივეს გამოყენება. და სწორედ STEM იყო ის, რამაც მოგცა ამ ყოველივეს საშუალება, რადგან ჩვენი ნასწავლი ფორმულები ჩვენს ნავში გამოვიყენებთ. რაც შეეხება NASA-ში გამგზავრებას, მიმგზავრებით ზაფხულში, ზუსტი თარიღი უცნობია ჯერჯერობით, თუმცა ჩვენს გადაგრჩენია რომ წარმატებები გისურვოთ და დარწმუნებული ვარ არაერთი წარმატების შესახებ გვექნება კიდევ ამ სტუდიაში საუბრის საშუალება. დიდი მადლობა სტუმრებსაც რომ ჩაგვერთნენ. ჩვენ კი შეგახსენებთ სტუდიის სტუმრები გახდნენ გუნდის მენტორი უტაკი ლასონია, გუნდის წევრები სენაკის წმინდა ალექსის შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა გიმნაზიის მოსწავლე ელენე ქაჩპაია და ქუთაისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ლუკა ფორჩხიძე და ზვიად ფრუიძე და ასევე ანა სალდაძე.